ათონის მთის ქართული ნევნირებული ხელნაწერი, სამუსიკო პალეოგრაფიული ანალიზი. ამ თემაზე საჯარო ლექცია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ეკატერინე ონიანი უძღვებოდა. ლექციაზე განხილული იყო ხელნაწერის ნევნური სისტემა ქართულ სამუსიკო პალეოგრაფიასა და ბიზანტიური ეკფონეტიკური ნიშნების კონტექსტში. ასევე საუბარი იყო ხელნაწერის ფრაგმენტზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში აღმოჩნდა. შეხვედრას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. გალობის უნივერსიტეტი ხშირად აწყობს მსგავსი ტიპის შეხვედრებს. ეს გახლავთ ძირითადი სასწავლო პროცესის მიღმა საგანმანათლებლო შეხვედრები, სადაც საინტერესო მოხსენებებით სხვადასხვა მკვლევარები წარდგებიან ხოლმე ჩვენი უნივერსიტეტში. დღეს ქალბატონი ეკატერინე ონიანი, ჩვენი უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი და კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი გვესტუმრა და გაგვაცნო ძალიან საინტერესო მოხსენება, რომელიც ეხებოდა ქართულ ნევნირებულ ხელნაწერებს, საგალობელთა ნევნირებულ ხელნაწერებს. კერძოდ კი ათონის მთაზე დაცულ კონკრეტულ ხელნაწერებს და მის შესახებ გააკეთა ძალიან საინტერესო მოხსენება. დღევანდელი ლექცია ეხებოდა ათონულ ხელნაწერს 185-ის პალეოგრაფიულ ანალიზს. ძალიან საინტერესო ლექცია იყო, საინტერესო მოხსენება. ქალბატონმა ეკატერინე ონიანმა ჩაატარა ეს ლექცია და ზოგადად ასეთი ლექციები ძალიან მნიშვნელოვანი არის და აუცილებელიც არის სტუდენტებისთვის და არა მარტო სტუდენტებისთვის, ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული. ეს ლექცია ჩემთვის იყო ძალიან ინფორმაციული და საინტერესო, რადგან ამ კუთხით, როგორც ვიცით, საქართველოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს კვლევები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის შედეგები გაგვიზიარა დღეს ქალბატონმა ეკატერინემ და მადლობას ვუხდით ამისთვის.